კარგად იქნება. მაგრამ ყველაფერის გატარება არ შეიძლება. დღეს საჩივარი შევიტანე, გამოძიება მოვითხოვე, ყველაფერს ბოლომდე მივიყვანთ, იმიტომ აქ ჩვენ ადგილი ქონდა უფრო სწორედ ორგანიზებულ ძალადობას, წინასწარ ორგანიზებულ და შემდგომ უკვე პოლიტიკოსების მიერ, ოცნების მიერ პირდაპირ გამართლებული ძალადობა პრეზიდენტის მიმართ. არა აქვს მნიშვნელობა ისინი რომელ პრეზიდენტს ცნობენ თუ არ ცნობენ. ეს არის სახელმწიფო და ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს არცემენ პატივს. მე კი არა, მე ამ შემთხვევაში კი არა ვარ პიროვნება. მე ვარ იმისი სიმბოლო, რასაც ებრძვის ქართული ოცნება. ქართულ სახელმწიფოს, ქართულ ტრადიციებს, ქართულ ზრდილობას, მაგრამ ეს უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც დავიწყდათ და საქართველოს სურათს მსოფლიოში. იმიტომ რომ იმ დროს, როცა მიმიღეს, როგორც მიმიღეს მიუნხენში თუ მანამდე ამერიკაში თუ პარიზში, ეს მათი რეაქცია არის მხოლოდ ის პატარა ბოღმა, პატარა კაცების პატარა ბოღმა. ესენი არიან რეჟიმი და რა სისუსტეს ავლენს რეჟიმი, როცა ქალის მიმართ, ასაკოვანი ქალის მიმართ, რომელსაც არ ცნობენ პრეზიდენტად, კარგი, ნუ მცნობთ, არა აქვს ამას მნიშვნელობა. ასე იქცევი, ეს თუ სისუსტის ნიშანი არ არის, მე არ ვიცი რისი ნიშანი არის. ამიტომ მე მინდა ეს ჩემი დღევანდელი მოწოდება არის საზოგადოებისთვის, რომელიც ღელავს და გასაგები არის რომ ღელავს, იმიტომ რაღაცა არის, რაც არავინ არ უნდა იკადროს, მაგრამ ესენი ყველაფერს კადრულობენ. ამ დილით უკვე ვიცოდით, ხო იყო გავრცელებული სოციალურ ქსელში, რომ ეხლა ჩემი ჯერი იყო, ვიღაც ქალები ავრცელებდნენ ამას. ესე იგი ყველა მიცოდა, მე თუ ვიცოდი, ყველა მიცოდა და თუ პოლიცია არსებობს და უსაფრთხოება ამ ქვეყანაში, ალბათ ეს იმასაც ნიშნავს, რომ უნდა რაღაცა ზომები ყოფილიყო მიღებული, რათა უსაფრთხოება დაცული ყოფილიყო აეროპორტის ჰოლში და აეროპორტის გასასვლელში. იმიტომ რომ იქ მხოლოდ მე კი არ ვიყავი, იყვნენ უცხოელი ტურისტები, რომელიც გაკვირვებული უყურებდნენ რა სიმხეცე არსებობს ამ ქვეყანაში და ჩვენ ვდგავართ, ხალხი დგას და მე მათთან ერთად, თუნდაც როცა არა ვარ ქვეყანაში, მათთან ერთად ვდგავარ. არავინ არ იფიქროს, რომ ამის გამო მე არ წავალ და არ ჩამოვალ, სადაც საჭირო იქნება იქ წავალ, იქიდან ჩამოვალ, იმიტომ რომ ჩემი მოვალეობა არის რომ მე ვიყო ამ ხალხის ხმა და ამ ხალხის გამხნევებელი, რომ გაგრძელდეს ეს პროტესტი.